ნუ გეშინია გეუბნება ხო ფაქტიურად ამ სიტყვებით პავლე მოციქული რომ ღმერთმა რისხვისათვის კი არ შექმნა არამედ ხსნისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ რომელიც მოკვდა ჩვენთვის ანუ მიუხედავად იმისა რომ იმ მდგომარეობაში ვართ რომ შიში გვიპყრობ რამე თუ ვიღუპები და მართლა მხსნელი გვჭირდება ხო აი ეს განცდა რომ ვიღუპები მე არ შემილია ღმერთთან ყოფნა ჩემი ცხოვრება გავა ხორციელი ცხოვრება რომლის დროსაც მე უნდა გამეკეთებინა არჩევანი და ჩემი მდგომარეობა გარკვეული ყოფილიყო უკვე ხორციელი სიცოცხლის დასასრულს და აღმოჩნდა რომ ვერა თან რას თავარია მე ხო არა ვარ ესეთი გუშინდელი მოსული ეკლესიაში მე ხო წესით ჩამოყალიბებული მორწმუნე უნდა ვიყო როგორც პავლე მოციქული ამბობს სხვების მოძღვრები უნდა ყოფილიყავით უკეო და თქვენ ჯერ კიდევ რძის სმას აგძელებთ ანუ სარწმუნოებრივ საწყისებში იმყოფებით ანუ არ ვითარდებით რწმენა როგორც მოგვეცა იქვე დარჩა ჩვენი რწმენა ხო და ამას რო აცნობიერებს ადამიანი შიშთან ერთად შეიძლება შემოვიდეს სასწარკვეთილება და აი ადამიანმა ის ყურები ჩამოყაროს შეიძლება ასე თქვას ამბობს პავლე მოციქული ნუ გეშინია რისხვისათვის კი არ შექმნა არამედ ხსნისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ რომელიც მოკვდა ჩვენთვის ანუ ღმერთი შენთვის მოკვდა ესე ადვილად არ გაგწირავს ესე ადვილად არ დაგტოვებს რა თქმა უნდა შენ ეს უნდა დაინახო და შენ ეს უნდა გინდოდეს